Ala Hussein Mustafaevs Azerbaycan. Ay gesmit გულშემატკივართა ოვაცია. აფრიალებენ ისინი საქართველოს დროშებს და აი გიორგი მაყიშვილი ევროპის საშანდელი ჩემპიონატის გამარჯვებული და იგი მას შეუძლია შეინარჩუნოს ეს ტიტული. მისთვის ბოლო წელი ახალგაზრდებში ჭიდაობის მომავალ უკვე მოუწევს მას გადასვლა უფროსებში. და დავიტოვოთ იმედი რომ იგი ამ ბოლო წელს გამარჯვებებით დაასრულებს. მუგზარ სხირელი იყო კადრში, ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი და მისი პირადი მწვრთნელი. და ხედავთ აგა ჰუსეინ მუსტაფაევი. აზერბაიჯანელი მოჭიდავე. ნახოთ როგორ წარიმართება ეს შეხვედრა. თითებს უჭერს აზერბაიჯანელი მოჭიდავე და არაძლევს საშუალებას მას. მაგრამ მაყიშვილი აკონტროლებს, ის ძალიან გამოცდილი მოჭიდავეა, როგორც აღნიშნეთ. ევროპის ჩემპიონიც არის, სოფლიოს ჩემპიონი და პრიზიორია ახალგაზრდებში და კადეტებში. ბუნებრივია, როდესაც უფრო პატარა ასაკში აღწევ ასე წარმატებებს, ასაკის მომატებასთან ერთად გამოცდილებაც გემატება და შესაბამისად უფრო მეტი გაქვს გამარჯვების შანსიც. აი საჭმა გააჩერა რომ თითებს მოიჭერთ, ანუ არ შეიძლება ეს თითების აი ქონდა მას ერთი კულის მოპოვების შანსი, გაუშვა ხელიდან ეს მომენტი, კარგად დაიცვა თავი აზერბაიჯანელმა. აზერბაიჯანის ნაკრები კი მედლის გარეშე ერთადერთი 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში დარჩა. და კიდევ ერთ შეხვედრაში შეიძლება დარჩენენ ერთ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის იჭიდავებს აზერბაიჯანელი მოჭიდავე. უკვე თითქმის შანსი აქვს ფულის აღების და იღებს კიდეც ფიქრობ. იღებს კიდეც ფულას გიორგი. ძალიან კარგი 25 წამი რჩება შეხვედრის დასრულებამდე, გავიდნენ ხალხის მიღმა მოჭიდავეები და საჯი აძლევს ნიშანს რომ გომში უნდა განაახმოს შეხვედრა. გააგრძელონ შეხვედრა მოჭიდავეებმა. 15 წამი რჩება შეხვედრის დასრულებამდე. ვფიქრობ ყურადღებით უნდა იყოს და თავადაც არ არის საჭირო რაიმე რისკზე წასვლა. თითქმის გავიდა დრო 2 წამი და პირველი პერიოდი დამთავრდა გიორგი მაყიშვილის სასარგებლოდ. ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ რომ გიორგი მაყიშვილი არის გორიდან, ის მწვრთნელი არის ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი. მან პირველ შეხვედრაში დღეს ბერძენი მოჭიდავე, არა მაგალითად ბელორუსი მოჭიდავე დაამარცხა გიორგი მაყიშვილმა, შემდეგ შეხვდა ფინელს, ნახევარფინალში კი სომეხ მოჭიდავე ზლია. სხვათა შორის სომეხი გულშემატკივრებიც საკმაოდ არიან დარბაზში და ერთ-ერთ ტრიბუნაზე ესეთი უზარმაზარი დროშაც კი ააფრიალეს სომხეთის. ნახოთ პირველი პერიოდი მოიგო გიორგი მაყიშვილმა. აი ამ აზერბაიჯანელმა მოჭიდავემ კი სწორედ ის რუსი სპორტსმენი დაამარცხა ნახევარფინალში. კარგად გამოძვრა ახლა გიორგი. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სხვათა შორის გიორგი არის ძალიან ცივსისხლიანი მოჭიდავე, ესე რომ ძალიან კარგად წარმართავს ტაქტიკურად. შეხვედრას რაღაც თითქოს ისეთ არამომგებიან სიტუაციაში იყო, მაგრამ პირიქით შეძლო იქიდან ქულის მოპოვება. და აგრძელებს შეტევას. კიდე ფულა. კიდევ ერთი ფულა. 2-0 დაწინაურდა იგი უკვე 40 წამი გავიდა შეხვედრის დაწყებიდან, მეორე პერიოდის დაწყებიდან. და გომში განახლდება შეხვედრა. 2-0. 47 წამია გასული და ცოტა რჩება. ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. იქამდე რომ გიორგი მაყიშვილი გახდეს ევროპის ჩემპიონი. თუმცა მოდით ნუ გავუსწროთ მოვლენებს, 1 წუთია კიდევ დარჩენილი მეორე პერიოდის დასრულებამდე. ჩვენ გუშინ იყო ერთი ესეთი შემთხვევა, როდესაც პირველი პერიოდი მოიგო მოჭიდავე, მეორე პერიოდსაც იგებდა და მეორე პერიოდის დასრულებამდე 2 წამით ადრე
გაუშვა ხელიდან უპირატესობა და შემდეგ უკვე დამარცხდა მესამე პერიოდში. ნუ ეს იმედი გვაქვს რომ ეს არ განმეორდება აი ამ შემთხვევაში. გააქტიურდა აზერბაიჯანელი მოჭიდავე, მაგრამ მათ პირიქით უკეთეს მოგებიან სიტუაციაში შემდეგ უფრო გიორგი მაყიშვილი აღმოჩნდა და ერთ ქულას ალბათ იგი მოიპოვებს აი ამ სიტუაციიდან, თუმცა არ ჩქარობს, უფრო მეტად დროის გაყვანაზე ფიქრობს იგი ვიდრე ამ შემთხვევაში ვიდრე ქულის მოპოვებაზე და ფიქრობ ეს უფრო გამართლებულია. ნუ 15 წამი მეორე პერიოდის დასრულებამდე და იმედი გაქვს რომ შეხვედრის დასრულებამდე. გიორგი სრულად აკონტროლებს აზერბაიჯანელ მოჭიდავეს. მან მეტოქეს შეხვედრაში ერთი ქულის მოპოვების შანსიც არ მისცა, ერთი ქულა მოაპოვებინა, მაგრამ ეს უკვე აღარაფერს წყვეტს. 2-1 დასრულდა მეორე პერიოდი, გულშემატკივრები ხარობენ სპორტის სასახლეში, ფეხზე წამოდგნენ ისინი და გიორგი მაყიშვილი ევროპის ჩემპიონია. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მან აზერბაიჯანელი აკაფისიანი მუსტაფაევი დაამარცხა ფინალში და შეინარჩუნა შარშან მოპოვებული ტიტული. მიულოცოთ გიორგის ის ქალაქ გორს მიულოცოთ და თელ საქართველოს ეს გამარჯვება. აიღო საფრთხის დროშა გიორგი და ეს გორს საფრთხის დროშა ურკვამს ხალიჩას. თუმცა საჯემა მას მოუხმეს და მოუწოდეს რომ დაეტოვებინა მას ხალიჩა და დროშის ფრიალი უკვე ხალიჩის გარეთ შეიძლება. სახელდახედო ინტერვიუ. ულოცავ ქართულ გულშემატკივრებს, თავად გიორგის ულოცავთ ამას მის მწვრთნელს, აი ამ გამარჯვებას. ამჯერად მოდით მცირე სარეკლამო წყვეტა და შემდეგ ჩვენ განვაგრძობთ რეპორტაჟს. ჩემპიონის ოქროს მედალი გიორგი მაყიშვილს საქართველოს. ხედავთ გიორგიმ ჯერ ჩამოართვა ხელი თავის ყოფილ კონკურენტებს და მოწინააღმდეგეებს და შემდეგ გავიდა გამარჯვებული სპარტსმენებზე. მისთვის ეს პროცედურა ახალი არ არის, თქვით რომ მან შარშანაც მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული და ზედიზედ მეორედ გახდა ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი. მომავალი წლიდან კი მას უკვე უფროსებში მოუწევს ასპარეზობა და სასიხარულოა რომ 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყავს ისეთი მოჭიდავე, რომელიც უფროსებშიც გააგრძელებს წინსვლას. საქართველოს სიმნი მოვისმინოთ. ოვაციით ეგებება გამარჯვებულს სპორტის სასახლეში შეკრებილი ქართველი გულშემატკივარი. ჩემპიონის ახალგაზრდა შორის გიორგი მაყიშვილს სპეციალური დიპლომითა და ფულადი პრემიით აჯილდოვებს კავკასიის ფონდი. მასვე გადაეცემა გარდაბრის 63-ე სპორტული სკოლის სახელით სპეციალური პრიზი, რომელსაც გადასცემს სკოლის დირექტორი ნუქსარონია. და ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს სიმნი გიორგი მაყიშვილის გამარჯვების აღსანიშნავად ქართველმა მოჭიდავეებმა უკვე მეოთხედ მოგვასმენინეს ჩვენ სპორტის სასახლეში. ერთხელ კი ჰიმნის მოსმენის შესაძლებლობა ჰქონდა გახსნის ცერემონიის დროს, ჩემპიონატის დროს. ბუნებრივია არ შეიძლება არ თქვათ გახსნის ცერემონიაზე 2-3 სიტყვა, ძალიან შთამბეჭდავი იყო გახსნის ცერემონია ჩემპიონატ